რჩებით რუსთაველის გამზირზე, უნებრივია 15 წუთი რჩება ახალი წლის დადგომამდე, თუმცა მანამდე მინდა მერტგვარი შეჯამება და იმ მოვლენების გახსენება, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები საქართველოში და როგორ მოვიდა აქამდე მოსახლეობა. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. იმავე დღეს დაიგეგმა ხალხმრავალი მასშტაბური აქცია სპონტანურად გამოვიდნენ მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე და იმავე დღეს ასევე შეიკრიბნენ ქართული ოცნების ოფისთან მოქალაქეები. შემდეგ უკვე შეერთდა ეს პროტესტი რუსთაველის გამზირზე და გაგრძელდა იმით, რომ გვიან საღამოს ღამე სპეცრაზმის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშალეს საპროტესტო აქცია, გამოიყენეს მცენცადენი გაზი და ასევე წყლის ჭავლი. იმავე დღეს დააკავეს რამდენიმე მოქალაქე და ჩვენ პირდაპირ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით, თუ როგორ ძალადობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაკავებულ მოქალაქეებზე და შემდეგ უკვე როგორც ადვოკატები ამბობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, მათი განცხადებით ის მოქალაქეებს, რომლებსაც აკავებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უკვე დაკავების შემდეგაც მათ უსწორდებოდნენ და სახალხო დამცველმა და ასევე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოიყენეს ასეთი ტერმინიც წამებას გაუტოლეს მათი ქმედებები. 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციების დროს, როგორც არის ცნობილი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ ორგანიზაციების ინფორმაციით არის ნაცემი და არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ასევე ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, 60-მდე ჟურნალისტი დაშავდა საპროტესტო აქციების დაშლისას, როგორც არის ცნობილი. ფაქტობრივად პროტესტის პირველ კვირას 7 დღე უწყვეტად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციის დაშლა. მოусმინოთ ახლა ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას გურამ როგავას, რომელიც ასევე დაშავდა, როგორც ვიცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა იძალა და მასზე პირდაპირ ეთერში და შემდეგ აგიბრუნდებით ისევ გამზირიდან. ერთ თვიანი პაუზის შემდეგ ზუსტად იქ მოვედი, სადაც ჩემზე თავდასხმა განხორციელდა. დღეს ვგრძნობ, რომ ხალხი არის ერთიანი როგორც არასდროს. მინდა ყველას ჩავეხუტო, მიულოცო ახალი წელი და უთხრა მადლობა იმისთვის, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ. ეს არის საოცრება, რაც აქ არის მუხტი და ზუსტად ვიცი ყველაფერი გამოვა. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ სულ სხვანაირად ვიწყებ ამ წელს, სულ სხვა სულ სხვა ხედვით, იმიტომ რომ დავრწმუნდი, რომ ადამიანებმა რომ კაფეოდ დაინახეს რასთან გვაქვს საქმე და თუ დღეს ჩვენ ვნებდებით, ეს ნიშნავს, რომ თანხმდებით რუსულ რეჟიმში ცხოვრებას და ამას არავინ არ შეეგუება. უბრალოდ ის ფეიკები, რომელსაც ახსენებენ პროპაგანდისტული არხები, ისევ რა ვიცი, ალბათ მინისტრთა კაბინეტებში თუ შერავინმეს და გამოდით გარეთ ჩვენთან ერთად აღნიშნეთ ახალი წელი. პარალელურად გრძელდება, ისევ მზადება სახალხო სუფრისთვის და ახალი წლისთვის. 10 წუთი დარჩა, როგორც იცის ალბათ მთელმა საქართველომ ახალ წლამდე და მინდა გაჩვენოთ ტერიტორია, სადაც 12 საათის დადგომასთან ერთად უკვე შესრულდება მრავალჟამიერი. აქ იმყოფება მუსიკოსი ქალბატონი ნინო ქათამაძე, როგორც ხედავთ კადრში, ასევე გიორგი უშიკიშვილი და ჩვენ პირდაპირ ეთერში ნახავთ, თუ როგორ შესრულდება ახალი წლის დადგომის თანავე აქ მრავალჟამიერი. გითხრათ, პირველი ზოგადად ძალიან მიყვარს ახალი წელი, საყვარელი დღესასწაულია და პირველი ახალი წელია, როდესაც ძალიან მიჭირს, რომ საახალწლო განწყობა მქონდეს. იქნა გამომდინარე თუ რა გამოვიარეთ ამ ბოლო 1 თვის 2 თვის განმავლობაში და განსაკუთრებით მაშინ, როცა 50-მდე ადამიანი დღესაც დაპატიმრებულია, მოაშორეს თავიანთ ოჯახებს და მათ არა აქვთ ის ბედნიერება ჩვენგან განსხვავებით, რომ თავიანთ ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან შეხვდნენ ახალ წელს. ამიტომაც ძალიან რთული ახალი წელია და იმედი მაქვს, რომ
მომავალი ახალი წლები ვერც უკეთესი იქნება. ყველას გილოცავთ სრულიად საქართველოს. მე ტრადიციული ოჯახიდან ვარ, ყოველთვის ხვდები ოჯახში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი შვილების მომავლისთვის გამოვედი დღეს აქ და პირველად დავარღვიე ჩემი ტრადიცია. მე მინდა რომ ჩემ საქართველოს, ჩემ ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს უსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ მე არ ძალმიც რომ დღეს შევხვდე სახლში და არ გავაპროტესტო ის სიტუაცია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს იდეა არის ზოგად მასშტაბური იდეა. ყველას აქტივისტებს მოგვაქვს სახლებიდან ნუგბარი, ტკბილეული, ნამცხრები, საერთოდ ახალი წლის სუფრა გადმოგვაქვს რუსთაველზე, პარლამენტთან. აქ შევხვდებით ახალ წელს და ძალიან ბედნიერები ვიქნებით აქ ახალ წელს და ახალ წელს ყველანი ერთად ვისურვებთ ახალ მთავრობას. აი ეს არის ჩვენი სათქმელი და დღეს მე პირადად მოვედი ნამცხრით, რომელიც მე თვითონ გამოვაცხე და გავუმასპინძლებით აქციის მონაწილეებს. უკვე ძალიან ბევრი მოქალაქე იმყოფება რუსთაველის გამზირზე და შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ გაჩვენოთ ის სურათი, რაც არის ახლა აქ. ფაქტობრივად ისევ არ წყდება ხალხთან ნაკადი და ტერიტორია, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ბოლო არც რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით უჩანს ხალხთა რაოდენობას და არც საქართველოს პარლამენტის მხარეს. უამრავი ადამიანია მოსული. შემიძლია გითხრათ დღეს და ასეთი სურათი რუსთაველის გამზირზე ხშირია ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღევანდელი დღეც შეიძლება გამოიყოს იმით, რომ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა დღეს რუსთაველის გამზირზე.